Burbank ფილმს ავსტრალია წარმოგიდგენთ. Ivanhoe. კომპოზიტორი მარკ აიზაქსი. სცენარის ავტორები ალექს ნიკოლასი და კიტ დენტონი. სერ უოლტერ სკოტის ნოველის მიხედვით. Sir, თხილად. Sir Ivanhoe. Ivanhoe. Yet again your შენ კვლავ გადაარჩინე შენი მეფეს სიკვდილს, შენთან ვალში You ვარ. are in your debt. Sir Ivanhoe. Sir Ivanhoe. Now that we have taken the ჩვენ დავიფყარით აკოს ციხესიმაგრე. მინდა სიმამაცისა და თავდადებულობისათვის გაგაჯილდოვო. ხედავ ამ ძვირფასეულობას, აიღე, რასაც მოისურვებ. დიდებულო მეფეო, არ მჭირდება ძვირფასეულობა, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს. მინდა როტერვუდში დავბრუნდე და მამაჩემის წინაშე დანაშაული გამოვისყიდო. მისი სახელის შერცხვენისთვის. შერცხვენისთვის? შენ, სერ აივენჰო, მამაც რაინს, ასეთი რამ როგორ უნდა დაგმართნოდა? სერ, მამაჩემი როტერვუდელი სედრიკი ლედი როვენას გამზრდელია. კეთილშობილ ლორდ ატელსონზე სურდა მისი დაქორწინება. და ამ გზით ორი უძველესი საქსონური ტომის გაერთიანება. თვლიდა, რომ ეს საქსონებს გააძლიერებს, რაც ნორმანდიელებისაგან დამოუკიდებლობას მოგვიტანს. სისულელია ეს ძველი ჭრილობა აივენჰო, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეხორცებულიყო. სერ, მე თავად ვარ ყველაფერში დამნაშავე. მე და როვენა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუხდით. ამათ ჩემი გაშმაგდა და მითხრა, რომ მე არა მხოლოდ მას უღალატე, არამედ საქსონურ სისხლსაც, მშობლების სახლიდან განდევნილ ვიყავი. მას იმედი ჰქონდა, რომ როვენა ატელსონს შეიყვარებდა, თუკი მე იქ ვეღარ ვნახავდა. შენ არ იმსახურებ ასეთ უსამართლობას. წერალო, როტერვუდელ სედრიკს წერილი გაუგზავნე. აღწერე მისი შვილის სიმამაცე და ჩვენ დამიერდგულება. წერილმა მისი საქსონური გული უნდა მოალბოს, რადგან მასზე ნორმანდიელი მეფის ბეჭედი იქნება დასმული. აიღე წერილი. აივენჰო და სახლში გაემგზავრე შენს ლედისთან. გლოცავ. როტერვუდში დაბრუნდი.
როვენა ძვირფასო, თუ ისინი არ გამხიარულებენ. ლორდ სედრიკ, ის ვისაც ჩემი გულის გამხიარულება შეეძლო, აქედან შორს არის. ამ თემას აღარ განვიხილავ, ლედი. მისი დავიწყება მოგიწევს. გურდ, ნახე ამ შუაღამეს ვინ გვესტუმრა. მილორდ, სამი მოგზაური ღამის გასათევს ეძებს. მოგზაურები? მამაკაცები არიან? ისინი წმინდა მიწიდან ბრუნდებიან. ერთი მათგანი მწირია, დანარჩენი ორი ნორმანდიელი რაინდები არიან. ნორმანდიელები? ჩემი წინაპრების სისხლი ნორმანდიელების სახლში არ განისვენებს. კარგით, საქსონები თუ ნორმანდიელები, როტერვუდელი სედრიკის სტუმართმოყვარეობაში უარს არავის ეუბნება. დაუძახეთ შემოვიდნენ. ჯვაროსნები, მათ შესაძლოა ცნობა ჰქონდეთ. ცნობებს არ ველი. ის ვინც არ დამემორჩილა, ჩემი შვილი აღარ არის. მილორდ სედრიკ, თქვენს წინაშეა სერ ბრაიან დე ბოა გილბერტი, ტამპლიერის რაინდი და სერ რეჯინალდ ფონ დე ბაუ. ცეცხლთან გათბი მწირო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როტერვუდში, ბატონებო. წარმოგიდგენთ ჩემს აღზრდილს, ლედი როვენას. მილედი, ჩვენ უკვე შევხვედრივართ აღდგომის ბაზარში, მას შემდეგ თქვენმა სილამაზემ სრულყოფილებას გადააბიჯა. ფიქრობდი ეს შეუძლებელი იყო, თქვენზე ბევრს ფიქრობდი, მზე თუ ნახავო. გთხოვთ თავი შეიკავოთ, სერ რაინდო. როტერვუდში რამ მოგიყვანათ? ქარიშხალს წავაწყდით, სერ, და გზიდან ავწდით. შემდეგ მწირი შემოგხვდა და გზა მოგვასწავლა. სანაცვლოდ კი საბარ გულით წამოვიყვანეთ. სიამოვნებით მიგიღებთ ჩემს სამფლობელოში. დიდხანს დარჩებით? მხოლოდ ერთი ღამით. გეზი ეშვისკენ გვაქვს აღებული. სადაც საქსონების ხროვა ნორმანდიელი რაინდების ნახვას შეძლებს. საუკეთესო ნორმანდიელი რაინდები აქ არიან. საქსონების საუკეთესო რაინდები კი მეფე რიჩარდთან ერთად წმინდა მიწაზე იბრძვიან. ჯვაროსნული ლაშქრობიდან ახლახანს დავბრუნდით და გვიხარია, რომ მეფე მამაცი ინგლისელი რაინდებით არის გარშემორტყმული, რომელნიც მხოლოდ ნორმანდიელ მებრძოლებს უხრიან ქედს. ნორმანდიელებს უხრიან ქედს? ინგლისელი რაინდები ქედს არავის უხრიან წმინდა მიწის დასაცავად. ბრწყინვალე ნათქვამია, ჭაბუკო. რა იცი ამის შესახებ მწირო ამ აზრის წარმოთქმას, რომ ბედავ? მეც ახლახანს დავბრუნდი პალესტინიდან. შეჯიბრს ვესწრებოდი, რომელიც მეფე რიჩარდმა სენტ ჯონის ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად გამართა. განაგრძე, კეთილო მწირო. ყველა მონაწილე რაინდიდან იმ დღეს გამარჯვებული მხოლოდ ერთი ნორმანდიელი გახდა და ეს რიჩარდ ლომგული იყო. პატიობ მას მის ნორმანდიულ სისხლს. სერ ჯასტუს დუ ბრესი გამოჩენილი ნორმანდიელი მალევე იქნა ცხენიდან ჩამოგდებული სერ ედვინ ტორნუმის მიერ. შესანიშნავი საქსონური სახელია. სერ ტომას მოლტონის შუბმა თავად ლორდ ტორკელსტონი ჩამოაგდო ცხენიდან. შენს გრძელ ენას დავამოკლებ, მწირო. შეჩერდით, სერ, ჩემს სახლში ხმალს ვერავინ აღმართავს. განაგრძეთ, კეთილო მწირო. იქ კიდევ ერთი რაინდი იყო. ახალგაზრდა სახელს ვერ ვიხსენებ, მილორდო. ნუ თუ ახალგაზრდა მებრძოლმა მეც კი ამიბნია თავგზა, მისი წოდება აქ საკმაოდ ცნობილია. ის სერ სედრიკის ვაჟი რაინდი აივენჰო იყო. ჩემი ვაჟი? ჩემი გულადი აივენჰო. დიახ, ის საკმაოდ გულადია საქსონისთვის. დღეს რომ ინგლისში იმყოფებოდეს, ეშბის შეჯიბრზე აუცილებლად გავუწევდი მეტოქეობას. მეც განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ აივენჰო შორს არის, მაგრამ მას კარგად ვიცნობ და სიტყვას გააძლევთ, თუ კი პალესტინიდან დაბრუნდება, აუცილებლად მიიღებს თქვენს გამოწვევას.
მეც გაძლევს სიტყვას მწირო. თუ ამას არ გააკეთებს, შენი გული ჩემს ხმალზე აღმოჩნდება. მას კი ლაჩრად გამოვაცხადებ და მთელ ქრისტიანულ სამყაროს შევარცხნევ. აივენჰოს ლაჩარს ვერავინ და ვერასოდეს უწოდებს. წირის მსგავსად მეც გაძლევთ ამის სიტყვას. არა, საჭირო არ არის საყვარელო. ოფიციალური გამოწვევა მიღებულია და ორთაბრძოლა შედგება, ან ინგლისში აღარ დარჩნენ რაინდები. გურტ, მიხედე ჩვენ სტუმრებს და გააცილე საძინებელში. ჩემს ხმალს ფიცავ მწირო ძალიან შემაშინე. წყნარად წამომყევი. სად მიყავარ და რატომ? მალე შეიტყო. აქ რატომ მომიყვანე, რომ ვერავინ დაგვინახოს? ერთ რამეს გეტყვი, თუ კი ჩემი ლორდი სედრიკის წინააღმდეგ რამე გაქვს ჩაფიქრებული და ჩემგან დახმარებასელი, მაშინ ძალიან შეცდი. კეთილი ერთგულო გურტი. სამწუხაროდ, ისეთი კარგი ყნოსვა არ გაქვს, როგორც ჩვენს მეძებარს. სერ აივენჰო, ეს თქვენ ხართ? ადექი გურტ. ცოტა დრო გვაქვს. ამ რისკზე ერთი მიზნით წავედი. საბრძოლო ცხენი და აბჯარი მჭირდება მომავალი ტურნირისთვის. თქვენი რაში ფიური, ჯერ კიდევ აქ არის. ასევე თქვენი აბჯარიც ნორმანდიელებს უნდა შეერკინოთ. დიახ, უნდა დაისაჯონ ქედმაღლობისათვის. მხოლოდ ამ გზით შევძლებ მამაჩემისგან პატიების დამსახურებას, მაგრამ მზის ამოსვლამდე უნდა გავემგზავრო. მე წამოვალ, თქვენს სკვაირი დაგჭირდებათ. როგორც ჩანს ძაღლიც. მხოლოდ ღარიბი მოგზაური ვარ. შენც ისეთივე მაწანწალა ხარ, როგორც ჩვენ ბერები. არაფერი მაქვს, ხომ გითხარით? ტყოის, მას ოქრო ყოველთვის აქვს გადანახული. მვირის გაყიდვა მაინც შეგვიძლია. შემიბრალეთ. უბედურება დამატყდა. ხმაური შეწყვეტ, თორემ გაგაქვავებ. გათავისუფლეთ. რას გვიპირებ? უხმლო მწირო, ა? გმადლობთ, კეთილო ადამიანებო. თქვენ ცხოვრება შემინარჩუნეთ. სამაგიერო რითი გადაგიხადოთ? საჭირო არ არის, მეგობარო. რა ქვია? მე ისააკი ვარ იორკიდან, კეთილო მწირო. ჩემს ქალიშვილთან რებეკასთან მივემგზავრები, შემდეგ კი ეშბის ტურნირზე. საჯვარედინამდე გაგაცილებთ, იქ უსაფრთხოდ იქნები. ღმერთმა გადაგიხადოთ თქვენი კეთილშობილებისთვის. როგორ მოგმართოთ? ჩემს მეგობარს გურტი ქვია. მე კი ფიცი დავდე, არ გავთქვა ჩემი სახელი, ვიდრე არ დავიმსახურებ მისი ტარების უფლებას. და მაინც იქნებ შემიძლია რამით მადლობა გადაგიხადოთ. შეთანხმება დავდოთ მწირო. თუ გამოვიცნობ, რა გჭირდება ყველაზე მეტად, მაშინ ჩემს საჩუქარს ზღვენის სახით მიიღებ. რომც გამოიცნოს სიმართლე, ფული მაინც არ გეყოფა მის შესასრულებლად. შესაძლოა, არც ისე ღარიბი ვარ, სერ. ნება მომეცით, სადე. სადე ისააკო იორკიდან. გეტყვით, რომ გჭირდებათ მტკიცე აბჯარი, ძლიერი ფარი და რაინდული ხმალი.
ეს ჯადოქრობაა. არა, არავით არის ჯადოქრობა, მეგობარო. უსინათლო ხომარ ვარ და ვინახე როგორ ოსტატურად იბრძოდა ეს მწირი. მისი ტანის ამოსი კი სათანადოდ ვერ ფარავს, მაგრამ რაინც არ უნდა ეცვას მსგავსი აბჯარი ასეთ დიდებულ შეჯიბრზე. დამთავრდით იმის ნებას, რომ უზრუნველყო თქვენი აღჭურვილობა და შეიარაღება. დამთავრდით ამის ნებას. დიახ, ისააკ. მაგრამ როგორ შეძლებ ამდენი ფულის გადახდეს? თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვინც საკუთარ სახელს ძველმანების უკან მალავს მწირო. აბჯარი და ხმალი ეშბიში დაგხვდებათ სიტყვას გაცნობთ. მამა, იცი ვინ არის ის რაინდი, რომელსაც აბჯარი აჩუქე? ჯერ არა, რებეკა. უნდა დაველოდოთ და გავიგებთ. როგორ უნდა ვიცნოთ? აბჯრით, რომელიც შევიძინე და ფარით. მასზე ძალიან უცნაური გერბია გამოსახული. მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი ჯონი. ხედავ ვაჭარი სააქს ქალიშვილი ახლავს. ჩემი აზრით ის მზე თუ ნახავია. დღევანდელი დღის გამარჯვებული რომ გავხდები, მას სიყვარულისა და სილამაზის დედოფლად გამოვაცხადებ. არა, დედოფალი როვენა გახდება, საქსონი სედრიკის მშვენიერი შვილობილი. მას დავასახელებ, როდესაც გამარჯვებულის წოდებას მოვიპოვებ. ვფიქრობ, კეთილშობილო რაინდებო, დღეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვეყოლება. მე კი უდიდესი ინტერესით ვადევნებ თვალს, რომელი თქვენგანი მოიპოვებს ამ წოდებას. წადით, წარმატებას გისურვებთ. დროა დავიწყოთ. ჰერალდ. შეჯიბრი იწყება. ნორმანდიელი ჩემპიონები სერ ბრაიან დებო გილბერტი და სერ რეინალდ ფონბრაუ ყველა მსურველს პირისპირ შეტკინებაში იწვევენ. ორი საქსონი და არც ერთი ნორმანდიელი. იმედი აღარ მაქვს. მოგილბერტი გამარჯვებულად გამოცხადდება. ნორმანდიელებს უხარიათ ჩვენი დამარცხება. მილორდ, შეხედეთ.
ირჩევ ცოდვები მოინანიო ყმაწვილო, შენი სიცოცხლე საფრთხეშია. სიკვდილს თამამად მივიღებ, მაგრამ შენ მას ჩემზე ადრე შეხვდები. საბრალო მკვე ხარავ, შენი აღსასრულის დღე დადგა. დამნებდით ტამპლიერო. ფრთხილად რაინდო, ფრთხილად. ყველა ნამდვილ ინგლისელს გაუმარჯოს. ესეც ასე. ორი გამარჯვებული ყავს. ის შავი რაინდი ვინ იყო? არ ვიცი, სერ. მაგრამ შიშო ბრბო ჩაქოლავს. თუ დაკარგულ მემკვიდრეს გამარჯვებულად არ გამოვაცხადებთ. დღევანდელი დღის გამარჯვებულად ვაცხადებ დაკარგულ მემკვიდრეს. სერ, შეგიძლიათ სიყვარულისა და სილამაზის დედოფალი დაასახელოთ. გაუმარჯოს როვენას, სიყვარულისა და სილამაზის დედოფალს, გაუმარჯოს საქსონების პრინცესას, ინგლისი ინგლისელებისთვის. აივენჰო. ჩემი ვაჟი? წამოდი შვილო ჩემო. ამ კეთილშობილ ახალგაზრდას უნდა დავეხმაროთ. მილორდ სედრიკ. ნება მოგვეცით დაგეხმაროთ. მე ისააკი ვარ იორკიდან. მეგობარია მილორდ, კარგი მეგობარი. ჩემს ქალიშვილ რებეკას შეუძლია უმკურნალოს. მადლობელი ვარ ისააკო იორკიდან. გურდ, საკაცე მოიტანეთ. ლოგინში უნდა ჩავაწვინოთ და უმკურნალოთ. მილორდ, თქვენი ვაჟი გონს მოვიდა. აივენჰო. ჩემო სიყვარულო. მამა, როვენა,
უნდა აგიხსნათ. არა შვილო ჩემო, გურტმა უკვე ყველაფერი მომიყვა. მე სულელი მოხუცი ვარ, რომელიც საკუთარმა სიჯიუტემ დააბრმავა. გთხოვ მაპატიე. გთხოვ შვილო მაპატიე. შენ კიდევ მე მაპატიე. დაისვენეთ სერ რაინდო. ბევრი სისხლი დაკარგეთ. უნდა გამოჯამრთელდეთ, ვიდრე გზას გაუდგებით. მალე სახლში ვიქნებით შვილო ჩემო. სახლში უსაფრთხოდ იქნები. საკუთარ თავს ნორმანდიელებს უწოდებთ? შეჯიბრი წავაგეთ, საქსონებს ჭკუა უნდა ვასწავლოთ. კიდევ სადმე რომ გადამეყაროს ეს დაკარგული მემკვიდრე ფიცავ ჩემი ხმლის გემოს გაიგებს. კარგი სიტყვებია, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. სერ, გეგმა მაქვს. საქსონების ლორდმა სედრიკმა დაჭრილი რაინდის საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა. ისინი ვაჭარი ისააკთან ერთად როტვუდისკენ გაემგზავრნენ. ჩემი აზრით რაინდს არ ეკადრება ძაღლივით ორთვალათი მგზავრობა. მიბრძანებთ ჭრილობაზე აბჯარი ჩამოკიდოთ, არც იოცნებოთ. დაიჭირეთ, არ გაუშვათ, არც ერთი არ გაუშვათ. არა მზადებო საქსონების ლორდს დაესხით თავს. უიარაღო ვარ, შემიწყალეთ. გურტ, შეჩერდი, უნდა დავეხმაროთ. გარბიან, აიყვანეთ. რა ჩაიდინე გურტ? არ მეგონა რომ ლაჩარი გამოდგებოდი. ჩვენს დასახმარებლად მეც ვერაფერს მოვიმოქმედებდი. შეჩერდით. შერვუდის ტყეში რა აურზაურია. თავადაც იცი ყაჩაღო, შენი ხალხი თავს დაგვესხა და ტყვე დაიყვანა ყველა. ჩემი ხალხი? არა, ჩემი ხალხი ბანაკში ისვენებს. შენი სიტყვა რას უნდა ნიშნავდეს, უსახელო ყაჩაღო? ყაჩაღი დიახ, უსახელო არა. ჩემი სიტყვა კი მტკიცეა. შეგიძლიათ რობინი დამიძახოთ. რობინ ჰუდი. რობინ ჰუდი? ველოდებოდი ვიდრე დაასრულებდით ჭამას სერ აივენჰო. ასეთი ამბები უმჯობესია მაძღარ კუჭზე გადახარშოთ. სანამ ჩვენი მეფე სარაცინულ ბრბოებს ეომებოდა, მისმა ბოროტმა ძმამ ჯონმა ნორმანდიელ ბარონებთან შეთქმულება დადო და სამეფოში გაბატონდა. მეფე რიჩარდი ცხომ ნორმანდიელია. დიახ გურტ, მაგრამ ის სამართლიანი ადამიანი და კარგი მეფეა. ის ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და სისხლის ზღვის თავიდან აცილებას ცდილობს. ის დაბრუნებას აგვიანებს. შიშობ მან აღარაფერი იცის ძმის ბოროტი განზრახვების შესახებ. პრინცი ჯონი დამღუპველ გადასახადებს აკისრებს საქსონელ მოსახლეობას და წარჩინებულ ხალხს მიწებს ართმევს, რათა ნორმანდიელი მლიქვნელები დააჯილდოვოს. ჩემი ბედიც ასეთია, სერ აივენჰო. ჯონმა წოდება და მიწები წამართვა. ახლა საკუთარ ქვეყანაში უკანონოდ ვარ. მამა ჩემი და ჩემი სიყვარული ბარონის ახალი მსხვერპლნი გახდნენ. ჩემი ხალხი ამბობს, რომ ისინი ტორკველსტონში წაიყვანეს. ტორკველსტონში? ეს ფონდებაუს ციხესიმაგრეა. აი თურმე ვინ იყო? ორმაგი სიბოროტე. მან თავისი ხალხი შემოსა იმგვარად, რომ ტყვეების გაქცევის შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეგობრების სახელი შეებღალა. ამის გამო პასუხს აგებს ის და მისი ხალხი, თუნდაც მარტო აღმოუჩნდა მის ციხესიმაგრესთან ხმლით ხელში. ჩვენ ორი ხმალი გვაქვს, სერ. გაცილებით მეტი. მამა თქვენი საქსონელი სედრიკი ნამდვილი ინგლისელების კარგი მეგობარია. გმადლობთ, რობინ. უნაგირზე ჯდომას შეძლებთ?
არა მხოლოდ ჯდომას, ბრძოლასაც შევძლებ. მაშინ გავაშუროთ, ჩემს ხალხს ტყის პირას შევხვდებით, იქ კიდევ ერთი ადამიანი გველოდება. სერ ვოგელბერ, და თქვენ ფონდებაო, რა ჩაიფიქრეთ? არაფერი ურიგო, ლედი, მხოლოდ ისა ვიღეთ, რაც კანონით ჩვენ გვეკუთვნის. მთელი ინგლისი ნორმანდიელებს ეკუთვნით, ლედი, და ასევე ყველაფერი, რაც ინგლისშია. სად არის მამა ჩემი? უსაფრთხო ადგილზე. საპყრობილეში ისვენებს საქსონელ სედრიკთან ერთად. თქვენი მიზანი რა არის? გამოსასყიდი? ამიტომ მყავართ ტყვეობაში. რაღაც ამის მსგავსი. ჩემმა მეგობარმა მშვენიერ რებეკას და მამამისის ჯიბეს თვალი დაადგა. მე კი, ჩემო პატარა საქსონელო ლედი. საკმაოდ დიდხანს ველოდი, როდის დაგეუფლებოდით თქვენ, როტერვუდს და მის მიწებს, რა თქმა უნდა. ეს სიგიჟეა, სერ რაინდო. არასოდეს. კარგით. თქვენ მხოლოდ ერთი ღამე გაქვთ. დადებითი პასუხის მოსაფიქრებლად ჩვენს წინადადებაზე. უარის შემთხვევაში მოგიწევთ თქვენი მამიკოებისთვის წამების ოთახში თვალის დევნება. ყველანი აქ ხართ? დიახ, რობინ. ჩვენები აქ არიან, მაგრამ უცხო არავინ არის. აქ ვარ. მოხარული ვარ შენთან შეხვედრით, რობინ, და შენთან, მამაცო აივენჰო. ვიცი, ლაპარაკი არ გიყვართ. ამიტომ მუზარაც მოგიხსნი. სერ, მეგონა ჯერ კიდევ პალესტინაში იყავით. დიახ, სერ აივენჰო, ეს ჩემი სურვილით მოხდა. სურდა გამეგო ვინ გახადა ინგლისელების ცხოვრება ღარიბი და აუტანელი. ფეხზე ადექით, მამაცებო. საიდუმლოდ მოვედი, რადგან ჩემს ბორო ძმას არ სცოდნოდა ამის შესახებ. ჩემი თვალით მსურდა დამენახა თუ რა ბინძურ საქმეებს ატრიელებს ნორმანდიელ ბარონებთან ერთად ჩემი არ ყოფნისას. ვიმედოვნებ ამაღამ საკმარისი ხილავთ, სერ. დიახ, რობინ. თუ ყველაფერი ის, რაც თქვენ მითხარით, სიმართლეა, ტრანკველსტონისთვის პასუხისგების დრო მოვიდა. წავედით. ახლა კი ლედი როვენა, ნამდვილად გადახედავთ თქვენს პასუხს. ამაოდ ცდილობ, არაფერი თქვა როვენა, არაფერი. ერთი სიტყვა და წამებას ბოლო მოეღება, სერ. თქვენი ქალიშვილის ერთი სიტყვა. ხიდი ასწიეთ.
გაკოჭეთ და ჩაკეტეთ ისინი. შემდეგ კი კონგურებთან მიდით. რა ხმაურია? რა ხდება? რა ამბავია? შენ აღარ განერვიულებს, შეშლილო. აჩაღები ჩემი ლორდის ციხესიმაგრეს უტევენ. ეს შენი ლორდის კი არა. მამა ჩემი ციხესიმაგრეა. დიდებული ტონკველის. ის შენმა ლორდმა მოკლა. არ ვაპატიებ. ენა დაიმოკლე ბებერო შეშლილო. მამა შენი მკვდარია. კოშკი ჩვენ გვეკუთვნის, შენ კი მადლობა თქვი რომ ცოცხალი ხარ. მე მხოლოდ შურისძიება მაცოცხლებს. მინდა ვიხილო როგორც ჯის ღმერთი ფონდებაუს. შურს ვიძიებ. არა. არა. ფონდებაუ. გაგვიღე. რა? ყაჩაღები ჯგროსა და ორუცნობ რაინც? გააღე შენი კანონიერი მეფის სახელით, გააღე და დაგუნებდი. მეფე პალესტინაშია, მე უფლისწულ ჯონს ვემსახურები. ამასაც ვნახავთ, გაიძვერა რაინდო, ამასაც ვნახავთ. კოშკი გარშემორტყმულია. ადგილები დაიკავეთ. თუ მოგება გსურს, ჭიშკრიდან უნდა შევიჭრათ. მამა ჩემზე შურს ვიძიებ. შენ, ულრიკა, აქ საიდან გაჩნდი? შურის ძიება მომიყვანა. მამა ჩემის მკვლელო. აქედან გამეცალე ბებერო კუდიანო. ზდეკ. რეჯინალდ ფონდებაუ. შენ მოკალი მამა ჩემი. მის კოშკსა და მიწებს დაეპატრონე. მე კი მრავალი წლის მანძილზე ტყვეობაში ყავდი. ახლა ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგო. წყელას გიგზავნი. მე ბრძოლის სახელით სიკვდილი არ გიწერია, როგორც მელა. საკუთარ ბუნაგში ისე დაიღუპები. ამას ვერსად გაექცევი. ვერსად გაექცევი. ვერსად გაექცევი. ვერსად. წყევლო კუდიანო. დამიწყევლი ხარ. დამწყევლას ვერსად გაექცევი. უკან ჭიშკარი აიღეს. დაუმარცხდით, გავიქცეთ. ეს კოშკი არ დაეცემა საქსონების ჯგროს წინაშე. საბრძოლველად მოემზადე ფონდებაუ.
მიშველეთ და მეხმარეთ. დაიწვი ცეცხლი განწმენს ამ ადგილს თავისი ალით. შავი რაინდი ალბათ თავად ეშმაკია. ცენტრალური კოშკი აიღეს. ჩვენ კი იმას ავიღებთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის და გავიქცევით. ღმერთო დიდებულო, გაუშვით ჩემი ქალიშვილი. არა. რაო, ჩემო მზეთ უნახაო, საკმაოდ ძვირი გადავიხადე შენში. ლაჩარო. არა, გამიშვით. გაუშვი, არამზადა. შეჭერდი, თორემ სიცოცხლის გამოვასალმებ. აივეჰო. ვერსად გამექცევი, ნორმანდიელო. შურის ძიება. წეულო კუდიანო. საბრძოლველად გამოდი, ფონდებაო. სწრაფად როვენა. ისააკი გაათავისუფლე. ჩემი ხარ საქსონელო ძაღლო. წავედით, კოშკი იწვის, უნდა გავიქცეთ. აივეჰო. ბოგილბერტმა რებეკა წაიყვანა, უნდა ვიპოვნოთ. ვიპოვნით, ნუ გეშინია. თქვენ დამარცხდით. შეჭერდი, გაუშვი. გუდ, ფრთხილად. ხმა გაკმინდე. რობინ, შეხედე. პატარა ჯონ, ორი კაცი წაიყვანე და დაედევნეთ. ჩემს ისრებს მოერიდეთ. ნება მომეცით, მოგეხმაროთ მილედი, ახლა საიმედო ხელში ხართ. ჩემი წყევლა ახსრულდა. ფონდებაო, შენ არ მოკვდები ღირსეულ ბრძოლაში. შენ ჩემზე ადრე მოკვდები, ულრიკა.
არა. გურტი სად არის? ჩემი გადარჩენისას დაჭრეს. აქ ვარ, მილედი. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. მამაცა გურტ. კოშკს შეხედეთ. ჩემი წყევლა აღსრულდა. მამა ჩემზე შური ვიძიე. ახლა კი მას შეუვერთდები. სერ, ნება მომეცით მე და ჩემს ხალხს ტყეში დავბრუნდეთ. არა, კეთილ რობინ. არ დავუშვებ, რომ უკანონოდ იყოთ და შერვუდში დაიმალოთ. ჯარებს შევკრებ და ჩემს ბორო ძმას პრინც ჯონს ტახტიდან გადმოვაგდებ. შენ და შენი ხალხი მინდა, რომ შემომიერთდეთ. თანახმა ხარ? დიახ, სერ, დიდი სიამოვნებით. თქვენო უდიდებულესობავ, ჯარის შესაკრებად ოქროა საჭირო. ამ კეთილშობილი მიზნისათვის მთელ ჩემს დაგროვილ ქონებას თქვენ გადმოგცემთ. კარგი ნათქვამია ისააკ. დიდი სიხარულით ღებულობ ამ ძღვენს. მე და ჩემი ხალხი სრულიად საქსონელები თქვენს გვერდში გვიგულეთ. ნუ ყოფთ საქსონელებს და ნორმანდიელებს, სედრიკ. დროა გავერთიანდეთ. ჩვენ ყველანი ინგლისელები ვართ. აუცილებლად მოგიხმობთ, მეგობარო. მაგრამ ჯერ თქვენ ერთი მნიშვნელოვანი საქმე გელით. დიახ, დიდო მეფეო, ხორცილი უნდა გადავიხადოთ. თქვენ არ მოხვალთ? ჩვენთვის ეს დიდი პატივი იქნება, სერ. ჩემთვისაც. მაგრამ გადაუდებელი საქმე მეძახის მამაცო აივენჰო. თუმცა შენ და ლედი როვენას საქორწინო საჩუქარს გაგიკეთებთ. გაიძვერა ლორდი დარჩენილ ცხოვრებას საპყრობილეში გაატარებს. მისი მიწები კი დღეიდან თქვენ კუთვნილებაში გადმოდის, კეთილშობილო აივენჰო. გმადლობთ, სერ. დიდება მეფეს, დიდება მეფეს. ფილმი გახმოვანებულია სტუდია ბრავო რეკორდსის მიერ.